დაგიბრუნდით და სტუმრები შემოგვერთნენ დილამშვიდობისა დიდი დილამშვიდობისა. რამაც თქვენგან დავიწყებთ. რაღაც ეს ფილმი მახსენდება თქვენი სპამი, რაღაც ეს მიზწიური მძაფსიუჟეტიანი ქორწილებზე როგორ გადაერთე ესე უცებ. ნუ ის ალბათ ეგეთ სტილით წავიყვან ქორწილსაც და რაღაცა. რეჟისორისთვის ესეთი რადიკალური ცვლილებები ცოტა. არა, ეს ცვლილება არა, ეს კინოა, ეს სატელევიზიო გადაცემა. უბრალოდ ესეც ერთგვარი სპამია, ხო? ეხლა მამაკაცი იქნება თუ ქალბატონი იქნება, რომ დაოჯახდება უკვე რაღაც სპამში ეხვევა და ის ცოტა მძიმე სპამია. 2010 წლიდან დღემდე რაზე მუშაობთ? ძალიან ბევრი რაღაცა, ძირითადად კომერციული დაკვეთები იყო რაღაც, რეკლამები რაღაც. მოდი პროექტის შესახებ ვისაუბროთ. რა არის ჩემი ქორწილი, ანუ რას ნიშნავს, როგორი პროექტია, საიდან დაიბადა ამ პროექტის იდეა, როგორ გაჩნდა? ნუ იდეაზე პროდიუსერი მოგვახსენებს რა და როგორ იყო, მაგრამ თვითონ რა არის ჩემი ქორწილი, ეს არის ყველაზე კეთილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ბედნიერი პროექტი საქართველოში. მაესტროს არხზე ტრიალებს უკვე პრომოები და ჩვენ ერთი სული გვაქვს, ისე გვინდა ნახვა. ბატონო, ჩვენ კიდე ერთი სული გვაქვს, როდის გაგიკეთებთ თქვენ ასეთ პროექტს. მალიკა, გადაიღეთ ჩვენი ქორწილი. ახლა. გიორგი, ხო, ახლა რა, მე რა. გიორგი, თქვენ გითხოთ, აი მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, საიდან დაიბადა იდეა, როგორ დაიწყეთ ამ იდეის განხორციელება? იცი რა არის, საქართველოში ზოგადად, ანუ ქორწილის თემატიკა ძალიან ისეთი აქტუალურია და ძალიან საინტერესოა სხვა ადამიანებისთვის. აი თუნდაც ძალიან ელემენტარული მაგალითი რო ავიღოთ, YouTube-ზე რო ჩავწეროთ რაიმე ქორწილთან დაკავშირებული სიტყვა რო ავკრიფოთ და რო ვნახოთ რაოდენობა ნახვების, ნახავთ რომ ადამიანებისთვის ძალიან საინტერესოა მართლა. ეს სფერო. შესაბამისად, ნუ აი მთავარი იდეების გენერატორი ვინც არის მაესტროში, ამ ადამიანს გაუჩნდა იდეა, რომ გაკეთებული იყო ესეთი პროექტი და აი რამაზმე სწორით აღნიშნა, რომ ანუ ყველამ დაელოდოს აბსოლუტურად ყველაზე ბედნიერ, ყველაზე ემოციებით სავსე ყველაზე კეთილ აი ადამიანებს, ვისაც ამდენი ხანი მობეზრებული ქონდათ ტელევიზორი, რომ თქვათ სულ არსებობენ ეგეთი ტიპაჟები, ვინც ამბობენ, რომ აი რაღაცა სულ ცუდი ამბები გვესმის, რაღაცები, აი დროა, რომ დაიჭირონ, ისევ ცვეთა დაუბრუნონ თავიანთ ტელევიზორის პულტებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცები იქნება, ნუ. აქამდე რამე შეხება თუ გქონდათ ქორწილების ორგანიზებასთან ან თვითონ ქორწილებასთან? მე ვარ ნამყოფი ქორწილში. მაგრამ დათქვენ. აი ეს თამადის თემა იქნება მაგალითად. თქვენ როგორ თამადას შეესწავლაზეთ? ანუ თუ იმან და აიქჩიოს იქნება. იცი რა არის? მინდა რომ ანუ რაღაც კონკრეტულ რაღაცებზეც ვისაუბრო და ადამიანებს ვისაც გაუჩნდებული, წყვილს ვისაც გაუჩნდება სული, რომ ჩვენ გავუკეთოთ ქორწილი, კარგი იქნება თუ მათ ცოტა არასტანდარტული, არ გულისხმობ არატრადიციულს, არასტანდარტული ქორწილი ესურვებთ, იმიტომ რომ იმისთვის რომ სანახაობა შედგეს, იმისთვის რომ ადამიანებისთვის საყურებელი გახდეს ეს პროექტი, ამისთვის ცოტა არასტანდარტულთან უნდა გქონდეს საქმე შესაბამისად. წყვილებზე მინდა გკითხო, საიდან ან თქვენ პოულობთ წყვილებს თუ წყვილებმა უნდა მოგაკითხონ თუ როგორ ხდება ეს დაკავშირება, თუ ფერს ძალიან, ნუ არა აქვს სურვილი რომ გამოჩნდეს ტელევიზორში და ესე აფიშირებულად თავისი ქორწილი აჩვენოს ყველა და ფერს პირიქით აქვს. როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება? ანუ დღეს ან ხვალ ზუსტად არ ვიცი, ანუ მაესტროს ეთერში ჩაიშვება მეორე პრომო ჩვენი, რომელიც უფრო საინფორმაციო იქნება. მე ანუ ვიტყვი დაახლოებით რა სახის იქნება ეს პრომო, ანუ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი ჩვენ გავუკეთოთ ქორწილი, ამისათვის საჭირო რომ შევიდნენ მაესტროს საიტზე www.maestro.g, მოძებნონ იქ ჩემი ქორწილი გადაცემა, შევიდნენ ამ გადაცემაში და იქ ძალიან მარტივი ენით, კარგად არის ახსნილი თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენამდე ხმა მოაღწიონ. ამის მერე უკვე ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი იწყებთ მათ ქორწილზე მუშაობას. ან იცი რა მაინტერესებს, ან ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაგიკავშირდეთ, ვთქვათ, როგორ ხდება, აი კონკრეტულად რო გითხრა, როგორ ხდება, ვთქვათ, იგივე სიუჟეტის მოფიქრება, იგივე ვთქვათ, რაღაცა ორგანიზება, თქვენ აკეთებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას, ქორწილი, კაბა, ვთქვათ, მანქანა, ანუ სიტყვაზე ვამბობ. თუ ეს ხდება უფრო, აი ვთქვათ, ორგანიზატორთან შეთანხმებულად. ანუ ყველაფერს თქვენ აკეთებთ თუ მაინც არის, ვთქვათ, ვიღაცა გარეშე პირი, ვინც ორგანიზებას უკეთებს და თქვენ ერთმანეთს უთანხმდებით. იცი როგორ მივუტე, ქორწილი ჩემი აზრით მაინც ისეთი რაღაცაა, როცა შენ გაქვს ქორწილი, ალბათ შენი რაღაცებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს იმ პროფესიონალთა ჯგუფმა დაგიგეგმონ რაღაცები, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ წყვილის ინტერესებს, თუ როგორი
ქორწილი უნდათ, ბიუჯეტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ბიუჯეტი აქვთ მათ ამის გასაკეთებლად, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაც ისეთი ის შეიქმნას, რომ ჩვენ ვუკეთებთ ყველაფერს ყველას. და რა თქმა უნდა, ტიპაჟებზეც არის დამოკიდებული, ანუ ეგრეთ წოდებული რაღაცა გაცხრივის მექანიზმი გვექნება, სააპლიკაციო ფორმაში იქნება სხვადასხვა შტრიხები, რის მიხედვითაც ჩვენ შევარჩევთ საინტერესო პერსონაჟს, რა თქმა უნდა. ეს სრულ პაკეტში რას თავაზობთ? აი, ყველაფერს უგეგმავთ? ანუ ეს ფინანსიდან გამომდინარე ალბათ გააჩნია ხო? არა, კი, მაგრამ ანუ თუ გაქვთ ყველაფერი, აი იქ თამადა, თქვენი მიყვანილი, ან ყველაფერი თუნდაც აი დარბაზის მორთვა, ყველაფერი შედის ეს პაკეტში. ანუ ხო, ეს არის დამოკიდებული კიდევ ერთხელ, როგორი ქორწილი სურთ მათ. აი მაგალითად პირველი ქორწილი, რომელიც ჩვენ გავაკეთებ, მე არ მინდა რომ ბევრი ვისაუბრო ამ გადაცემაზე, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცა სიურპრიზის სახე ქონდეს, იმიტომ რომ აუცილებლად ყველა ადამიანისთვის ეს გადაცემა სიურპრიზი იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ის იყო ძალიან არასტანდარტული და ცოტა არატრადიციული. შესაბამისად იქ თამადის ამბავი საერთოდ არ დაგვჭირდა. იმიტომ რომ სიძე ბატონი სიძე, ასე ვთქვათ, იყო არის პროფესიით DJ და მთელი მისი სამეგობრო თვითონ იყო თამაში. არა, ანუ სურვილის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ რომ ნებისმიერი რამ შესთავაზოთ. კი, რა თქმა უნდა. ანუ გობის ფაქტორიც არის, ანუ თქვენც უნდა გენდონს ახლა რომ მოვა დამკვეთი ალბათ რომ ხო ანუ ხა იცი რა არის რომ დარწმუნებული ვარ პირველი გადაცემის შემდეგ მოაწყდება ეს აი ეგ მომენტია რა როდესაც ნახავენ ადამიანები როგორი გაკეთდა ეს ქორწილი იმ ემოციებს როცა ნახავენ როგორი სურპრიზები გაუკეთეთ ჩვენ ივენტ კომპანიებს ისა წვილს ივენტ კომპანიებმა მე მგონი მიხვდებიან რომ ანუ რისკის ფაქტორი დაახლოებით 0-ის ტოლფასია რა ამას თქვენ გითხოთ სიუჟეტი ანუ წვილიდან გამომდინარე იქნება ვთქვათ სწავლობთ ამ წვილებს რაღაცა რა მოწონთ როგორ მოწონთ და მე რეაკეთებთ ამ სიუჟეტს მე ხდება ამ ყველაფრის გაკეთება თუ დაგეგმა თუ უბრალოდ რაღაცა თქვენი იდეებს თავაზობთ რომ მოდი ესე ვქნათ რომ მე ნახე კადრში რომ ეგრეთ წოდებულ რუსულ სიტყვას გამოიყენებ მალჩიშნიკი ქონდა ბიჭებს და გოგოებს თავისი ძივჩატნიკი და ანუ ეს როგორ ფიქრობთ რამდენად გაამართლებს თქვა თუ ტრადიციული ქორწილი უნდა არა აქ მარტო იმაზე არ არის რომ არატრადიციული ან რაღაც განსხვავებული იყოს ხო ტრადიციული ქორწილსაც რა თქმა უნდა მივესალმებით და ძალიან გემრიელად გავაკეთებთ მაგრამ ნუ აქ უფრო ლაპარაკია იმაზე რომ ჩვენ როდესაც ხვდებით სურველს ჩვენ აუცილებლად ვისმენთ მათ რა უნდათ. ეს აუცილებელი ფაქტორია და უნდა გავითვალისწინოთ. უბრალოდ მათი სურვილები უნდა გავაკეთოთ ცოტა განსხვავებულად, უფრო გალამაზებულად და ისიც აღსანიშნავია ისიც რომ თქვათ მათ თუ აქვთ რაღაც გარკვეული ბიუჯეტი ამისთვის, ჩვენ ამ ბიუჯეტში არ ვждებით. ჩვენ უფრო მეც ვაკეთებთ და ბევრად მეც. მათთვის და შესაბამისად ეს ყველაფერი უფრო განსხვავებული გამოჩნდება, მით უმეტეს ეს სატელევიზიო შოუს იქნება და რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ინტერესია რომ ეს შოუ იყოს სანახაობრივიც და ძალიან ლამაზი და მე ამ დღესაც რაღაცა ისეთი დააჩნდება და თან კიდე ჩვენმა ერთმა რესპონდენტმა თქვა რომ ეს იქნება კარგი იქნება ლამაზი და თანაც დოკუმენტირებული. ეს რაღაცას მინდა რომ ხაზი გავუსვა. ანუ გარდა იმისა რომ ჩვენ ადამიანებს ქორწილს ვუკეთებთ, მათ რა თქმა უნდა რჩებათ ეს ასე ვთქვათ ვიდეო თემის ხოვრების მანძილზე, ხო. და კიდე ერთი რაღაც მინდა რომ ასე ვთქვათ თქვენი ეთერიდან დავაანონსო. სადღაც სეზონის ბოლოსკენ ამ წყვილებს შორის აუცილებლად იქნება ალბათ რაღაც SMS შეჯიბრი, სავარაუდოდ ეხლა როგორც ფიქრობთ და ყველაზე მინიმუმ, რასაც სიურპრიზი რაც იქნება, მათთვის გამარჯვებული წყვილისთვის ეს იქნება მოგზაურობა სადმე საზღვარგარეთ. ან ბოლომდე არ მინდა რომ ყველა კარტი გავხსნა, მაგრამ ნუ შეიძლება ეს იყოს ახალ-ახალი მანქანა. მე მგონი მე და მე ხა ქორწილს გავავიღე. ახაცოს მოიყავს, ლევანის ცოლს მოიყავს, მე გათხოვდები. რამდენი ადამიანი მუშაობთ ამ პროექტზე? ბევრი. ძალიან ბევრი პროფესიონალი. უცხოეთის ტელეარხებზე გადის ხოლმე მსგავსი პროექტები, თუმცა ესე და ამ ფორმით არ განსხვავებული ხოლმე რა თქმა უნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაამართლებს? აი რამაზ მე ისაუბროს მაგაზე ჯობს. იმიტომ რომ რამაზის თვალი და რამაზის ჩვენ ვფიქრობთ ესე. ანუ ჩვენი ფორმატი ცოტა უცხოურთან მიმართებაში არის განსხვავებული რა კუთხით. ანუ დიდი ნაწილი გადაცემის არის სუფთა რეალიტი. ანუ ბევრი შეხვედრა, ბევრი ანუ იქ დაგეგმარების პროცესი, შემდეგ თვითონ ქორწილი, ეს ყველაფერი
გადავიღეთ რეალური იყო ყველაფერი, არაფერი არ დაგვიგეგმია. ამაზე ვინც მუშაობს უშუალოდ ის ხალხი, ანუ ივენტს ვინც უშუალოდ ამზადებს, იმ ხალხთანაც კი არ გამივიდა კონსულტაცია, ანუ მივედი ეს რომ ყოფილიყო რეალური შოუ. არის რაღაცა მონაკვეთები, რაც ცოტა კინოს კუთხით წავედით და შესაბამისად რომ მიგვეცა უფრო მეტი სანახაობრივი თვალსაზრისი რო გქონოდა ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ რომ ისეთი გამოვიდა როგორიც არ არის სხვა საერთაშორისო არხებზე ხო რომ ყოფილიყო რაღაცით განსხვავებული თუმცა ფორმატი იგივეა და როგორც გიორგი აღნიშნა წერან ეს არის ყველა აბსოლუტურად იგივე ეს იქნება თქვათ სოციალური ქსელები თუ ინტერნეტის მეშვეობით თუ იგივე თქვათ ტელევიზიები ეს ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემაა ყველგან და რა ვიცი ჩვენს ვფიქრობთ რომ ამ კუთხით ძალიან კარგი შედეგი უნდა გქონდეს ამ გადაცემაში. ისე რა მაგარია წარმოგიდგენთ ეს წლები რო გავა და შენ ქორწილს რო უყურებ, აი თვითონ პროცესს როგორ ემზადებოდი, როგორ ნერვიულობდი, როგორ განიცდი რაღაც სხვა ემოციები დევს იმ კადრებში რა. ეხლა მარტო ქორწილი кейფია, რაღაცა სხვა ემოცია, მაგრამ როგორ ემზადები შენ თვითონ ხო რაღაცას განიცდი რა. იცი არ მაყურებლისთვის საინტერესო რატო იქნება. კიდე ერთი რაღაც მინდა რომ აღვნიშნო. ანუ ძირითადად ეს ივენტ კომპანია რომელიც მუშაობს ამ წყვილზე მუშაობს იმაზე რომ გააკეთოს რაც შეიძლება მეტი სიურპრიზი ამ წყვილისთვის და შესაბამისად ანუ სიურპრიზის დროს ახლა შენ არ ვიცი ხო ანუ გადამღებმა იქ ოპერატორმა არის ის რეჟისორმა არის ის რა რეაქცია იქნება რა სიზამს იყვირებს გაიქცევა რა როგორ გამოხატავს თავის ემოციას და აქედან გამომდინარეც ძალიან საინტერესოებას იძენს ეს ყველაფერი და შესაბამისად მოკლედ უნდა დაველოდოთ ყველანი ერთად ანუ ყველა ვიდეო კი ემოციები და არის კიდე ჩვენს ვიდეოში რომელსაც არც ვახმოვანებ და არც ჩანს არსად რაღაცა ისეთი სურპრიზის მომენტები, რომელიც ნუ მაყურებელთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაესტროს კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი შეემატება. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ჩემი პროექტი ჩემი კორწილის რეჟისორი რამაზ ჩაჩენიძე და პროდიუსერი გიორგი ჩირგაძე. ასე რომ თვითონ ცოლის მოყვანა გადაწყვეტეთ ან გათხოვება, მიანდეთ პროფესიონალებს ეს საქმე და დღე ნამდვილად არაჩვეულები იქნება. აღორძარაში პრესის მიმოხილვის დროა ნაციონალური დაპირისპირება ახალაია მერაბიშვილის წინააღმდეგ ციხის ყოფილი უფროსები პატიმართა წამებისთვის დააკავეს და სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის სკანდალური ინტერვიუ ყველა სიახლეში. დავიწყოთ გაზეთი რეზონანსით. ნაციონალური დაპირისპირება ახალაია მერაბიშვილის წინააღმდეგ სკანდალური განცხადების ავთენტურობაზე კითხვები კვლავ რჩება, მაგრამ ნაციონალები კატეგორიულად არ უარყოფენო აღნიშნავს გამოცემა. 2 წელიწადში 96 გარდაცვლილი და 239 დაშავებული შრომის უსაფრთხოების საგანგაშო სტატისტიკა, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში მთავარი ადამიანი და მისი უსაფრთხოება. იქ გარანტირებულია მათი სამუშაო უსაფრთხოება, საქართველოში კი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების მოზიდვის მიზეზებით სასათბურე პირობები ჰქონდა შექმნილი ნებისმიერ დამსაქმებელს და ამან სავალალო შედეგები მიგვიყვანაო, ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე. როგორც უკვე გითხარით, დააკავეს ციხის ყოფილი უფროსები პატიმართა წამებისათვის. ლევან ჩაიდალიე. როდის გამიხარდება მოკლედ? მარტო ლევანს ანებიურებ შენ და მეც რომ მინდა. დაგისხავ შენ. მამუკა არაშიძესთან არის ინტერვიუ ბრძოლა შიგნით იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალაიების თავიდან მოშორება უნდოდათო, ბაჩუ ახალაია თურქეთიდან იმიტომ ჩამოვიდა, რომ პარტიის ლიდერის ტვირთიეტურთაო, ამბობს ის და თუ მერაბიშვილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებში იყო, ძალიან პოპულარული პარტიაში პოპულარობის მაღალი ხარისხი ახალაიას ჰქონდაო, ამტკიცებს ის. თია თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ წერილი და ახალაიას არ დაუწერიო, ვფიქრობ, რომ ეს პროვოკაცია და ამ ყველაფრის უკან შესაძლოა სპეცსამსახური იქნენო, ამბობს ის. რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლები ოქტომბრისათვის გადაიდო. პირველი სპექტაკლი მოსკოვში 17 აპრილს უნდა გავგემართა, მაგრამ სწორედ ახლა იქ ოქროს ნიღბის დაჯილდოება ტარდება, სადაც რობერტ სტურუასაც დააჯილდოებენ. ტურნე სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიდო, ამბობენ რუსთაველის თეატრში. 6 თვეში ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზაზე საცდელი მატარებელი გაივლის, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის სარგებელზე ბუნდოვანი წარმოდგენა, სამაგერო დვალი უკვე 800 მილიონამდე ავიდა. გადავიდეთ გაზეთ ყველა სიახლეზე. სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩევლის სკანდალური ინტერვიუ, თბილისის ლაბორატორიაში წითელას, ჟილეხის, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენო, ამტკიცებს
ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც პირველად საქართველოში ჩამოვიდა 1991 წელს და მის შემდეგ ხშირად სტუმრობს საქართველოს და მრჩეველი იყო სააკაშვილის 2001-2003 წლებში.